ისტორიული დოკუმენტები ჩვენი წინაპრების ძველ ბერძნულ ოლიმპიადებში მონაწილეობის შესახებ დღემდე არ მოგვეპოვება. თუმცა სამხედრო საქმეში ქართული ტომების იშვიათი ოსტატობა ბერძენ და რომაელ ავტორებს არაერთხელ აღუწერიათ. ეს იყო უმამაცესი ხალხი ყველა მათ შორის, ვისთანაც კი ელინებს ლაშქრობების დროს საქმე ჰქონიათ. ასე ახასიათებდა ქსენოფონტე ხალიფებს. და მართლაც, ისტორიული თუ არქეოლოგიური დოკუმენტებით, ლიტერატურული წყაროებით დასტურდება, რომ ანტიკური პერიოდი საქართველოში კარგად იყვნენ დაუფლებულნი სამხედრო ფიზიკური მომზადებისათვის აუცილებელ ვარჯიშებს. ასპარეზობებისათვის თურმე სპეციალური არენებიც არსებობდა. არგონავტიკაში აპოლონიოს როდოსელი აღწერს ქუთაისის მახლობლად არესის ველზე გაშლ ასპარეზს, სადაც კოლხები რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ და ეს ძველი წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნეში ხდებოდა. პროკოპი კესარიელი კი ანტიკური აფსაროსის დღევანდელი გონიოს მიდამოების შესახებ წერს, რომ ქალაქი შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით. 1882 წელს გაზეთ დროებაში გამოქვეყნდა ეთნოგრაფისა და მკვლევარის ივანე გვარამაძის წერილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ანტიკურ საქართველოში ძველ ბერძნული ოლიმპიადების მსგავსად 4 წელიწადში ერთხელ იმართებოდა ეგრეთ წოდებული მესხური თამაშები. ამგვარი სპორტული შეჯიბრებები, რომელზეც საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები იყრიდნენ თავს, ძალზედ პოპულარული ყოფილა. რომაელ ისტორიკოს დიონ კასიოს კოკეიროს აღწერილი აქვს მე-2 საუკუნეში ქართველთა მეფის ფარსმანისა და მისი ამალის მიერ რომში მოწყობილი სანახაობა. სამხედრო ვარჯიშობანი ფარსმანისა, მისი ვაჟისა და სხვა წარჩინებული იბერიელებისა. იმდენად შთამბეჭდავი ყოფილა, რომ იმპერატორ ანტონიუს პიუს ფარსმან ქველის ქანდაკების დადგმა მარსის ველზე უბრძანებია. ისინდი, ყაბახი, ცხენბურთი, ლელობურთი, შულდოსნობა, ჭიდაობა, მარულა, ქართველთა საყვარელი თამაშობანი თუ ვარჯიშები არაერთხელ არის აღწერილი ქართული მწერლობის ნიმუშებში. მე-17 საუკუნის იტალიელი მისიონერის კრისტოფორო დე კასტელის შენახატებში საქართველოს შესახებ არის სხვადასხვა თამაშობათა ამსახველი მეტად საინტერესო სურათებიც. კიდევ ბევრი რამ მოწმობს, რომ საქართველოს ფიზიკური აღზრდის სფეროში დიდი ტრადიციები გააჩნია. და ვინ იცის, ეგებ ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ოქროს ქანდაკება მე-4-3 საუკუნეებით რომ თარიღდება, ძველ ბერძნული ოლიმპიადის მონაწილე ვინმე ქართველ ათლეტს ეკუთვნოდა კიდეც. ქართველები იყვნენ და დარჩნენ სპორტისადმი მიდრეკილერად. ამის დასტურია ეს ფილმიც. 1896 წლის ათენის თამაშებიდან მოყოლებული ოლიმპიური მოძრაობისადმი ინტერესი სწრაფად იზრდება. ათენის თამაშებში 13 ქვეყნის 311 სპორტსმენი მონაწილეობდა. 4 წლის შემდეგ პარიზში ოლიმპიური ჯილდოებისათვის 21 ქვეყნის 1330 ათლეტი იბრძოდა. საქართველო იმხანად შორსაა ოლიმპიური მოძრაობისაგან. თუმცა მე-20 საუკუნეების მიჯნაზე სპორტული ასპარეზობები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩვეულებრივი ამბავია. 1897 წელს ჩეხი სპეციალისტის იულეს გრუმლიკის დახმარებით თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში ჩამოყალიბდა ტანვარჯიშვილის საზოგადოება. მალე გრუმლიკი პრაღის სოკოლის ცნობილმა წევრმა ანტონ ლუკეშმა შეცვალა. ლუკეშის ხელმძღვანელობით სპორტ საზოგადოება სოკოლი საქართველოში შეიქმნა და 1907 წელს შედგა თბილისელთა საერთაშორისო დებიუტი პრაღაში სოკოლის მე-5 შეკრებაზე. ამ გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
გიორგი ეგნატაშვილის გამოსვლას კი საყოველთაო მოწონება ხვდა წილად. ქართული ტანვარჯიშის პატრიარქმა გიორგი ეგნატაშვილმა და ცნობილმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ გიორგი ნიკოლაძემ ქართული სპორტის ისტორიაში გამორჩეული როლი შეასრულეს. 1912 წელს გიორგი ეგნატაშვილი პრაღაში სოკოლის მორიგ შეკრებაზე ხვდება პეტერბურგის გუნდში მოასპარეზე სტუდენტ გიორგი ნიკოლაძეს, რომელიც გამორჩეულია ოსტატობით, ამასთან ბრწყინვალე გარეგნობითაც იპყრობს ყურადღებას. 1918 წლის 25 აგვისტოს გიორგი ეგნატაშვილისა და გიორგი ნიკოლაძის თაოსნობით სოკოლი ერთიანდება გაიოს ბერელაშვილისა და დათა ჯავრიშვილის ტანვარჯიშულ საზოგადოება ამირანთან და იქმნება საქართველოში პირველი სპორტ საზოგადოება შევარდენი. მას შემდეგ, რაც 1921 წელს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბოლშევიკურ ტალღას ვერ გაუძლო და 25 თებერვალს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოცხადდა, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მსხვერპლი შევარდენით შეიქმნა. სპეციალური დადგენილებით გაუქმდა ბურჟუაზიული სპორტ საზოგადოებები, შევარდენი, სოკოლი, სკაუტი. და მაინც ამ მოკლე პერიოდშიც კი შევარდენმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში.